ეხლა ხო არის რომ ჩვენი შვილი სწავლობს ბილდ სიტყვას, გინებას სწავლობს, წევლას სწავლობს, რაღაცას მოტყუებას სწავლობს, მზაკრობას, საიდან სწავლობს ამას რა? მამა დაუჯდა თუ დედა და გამოაწერინა, აბა შვილო აი ესე უნდა გინება. აბა ერთი გამოთქმით ათქვი, ამას ხო არავინ არ აკეთებს. არავინ არ ასწავლის ესე, მაგრამ შვილი რო უყურებს და რო უსმენს, ხო სწავლობს. დედა რო ერთს ამბობს და მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს, შვილი ამას ხო ხედავს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პატარა ვერ დაინახავს, თავარია ის ხო მოვატყუე ვიღაცას ხოლმე და შვილს ვერ მოვატყუებ. ის ყველაფერს აკვირდება. რო თამაშობს იქაც, ცალი ყური და თვალი აქეთ აქვს და ის ყველაფერს აკვირდება. გაიზრდება და იმ ცუდ რაღაცეებს რო აღმოვაჩენ ჩვენ შვილში, მერე ჩვენი შვილი უნდა დავსაჯოთ, ეგრეებს აკეთებ და ვინ ასწავლა? თუ არა მშობელმა.